დღეს ირაკლი კობახიძემ საბჭოთა პროპაგანდის კლასიკურ სტილში კოპენჰაგენში პოლიციის ძალადობა დაგმო. ეს არის საქართველოს მოქალაქეებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის კიდევ ერთი სამაგალითო ამბავი. ქვეყანაში არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანის ძალიან იაფფასიანი მცდელობა. დანიაში დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე წუხილის ფონზე საქართველოში უმძიმესი ვითარება არ იცვლება. კერძოდ, კობახიძის ინიციატივით შექმნილი ფასების კომისია კრახით მთავრდება. საქართველოში აბსოლუტურად ყველა სასურსათო პროდუქტზე ფასები იზრდება, გაიზარდა და კიდევ იზრდება. 1 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს 33%-ით გაუძვირდათ ელექტროენერგიის გადასახადი და გაებერათ კომუნალური გადასახადები კატასტროფულად. საქართველოში უკანასკნელ 2 თვეში სხვადასხვა ტიპის საწვავზე ფასი გაიზარდა 50 თეთრიდან ლარი და 24 თეთრამდე და ეს ზრდა გრძელდება. ამ ყველაფრის მიუხედავად ირაკლი კობახიძე ერთი წუთითაც არ ფიქრობს, რომ საწვავზე აქციზი დროებით შეაჩეროს, ისე როგორც ეს მოხდა ბევრ ქვეყანაში. ქვეყანაში არის კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობა, საქართველო არის დემოგრაფიულ კრიზისში. მარტო 2025 წლის მონაცემებით 6500-ზე მეტი გარდაცვლილი ადამიანია საქართველოში, ვიდრე ახლად დაბადებული და სხვა ქვეყნებში ემიგრაციის გამო მხოლოდ 2020-2025 წლებში 22727-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა და ექნება არასრულფასოვანი საშუალო განათლება. აქვე იმის გარდა, რომ ეს არის ძალიან იაფფასიანი მცდელობა, რომ ყურადღება გადაიტანოს სხვაგან და აბსოლუტური აბსურდითა და ქაოსით მონუსხოს პროპაგანდამ ქართული საზოგადოება, მაინც შეგახსენებთ რამოდენიმე მნიშვნელოვან რიცხვს დანიასთან დაკავშირებით. კერძოდ, დანიის საშუალო ხელფასი არის 6500 ლარი. საქართველოს საშუალო ხელფასი არის 782 ლარი. დანიაში პენსია მერყეობს 2000-დან 3000 ევრომდე. საქართველოში 127 евро არის. და აქვე დანია მსოფლიოს ბედნიერების ინდექსით მესამე ადგილზეა, საქართველო კი 91-ზე. დანიაში პოლიციის ძალადობაზე წუხს ადამიანი, რომლის მოძალადე სპეცრაზმელებმა და მოთარეშე ჯგუფებმა ასობით ადამიანის სისტემურად აწამეს სპეციალურ სამარშრუტო ტაქსებში, ჟურნალისტებზე იძალადეს, დემონსტრაციები დაშალეს სხვა ტიპის ტოქსიკური საშუალებებით და დღემდე 4 თუ 5 ადამიანის გარდა არავინ არ არის დასჯილი ამ ფაქტების გამო. ბოლოს შემიძლია გითხრათ, რომ კობახიძე უბრალოდ გატყუებთ როგორც ყოველთვის, ცდილობს რომ თქვენი ყურადღება გადაიტანოს აბსურდზე და ამით საინფორმაციო ბადიდან გააქროს ის მნიშვნელოვანი თემები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად უჭირთ. ჩვენ მას ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. მადლობა.